თაღამომშვიდობისა, როგორ ბრძანდებით? მადლობთ, როგორ ისმის ჩემი ხმა? ხმაც კარგია, ვიზუალიზაციაც იდეალურია. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მადლობა, რომ დროს მითმობთ ხოლმე და ჩვენს აუდიტორიასაც ესე პატივისცემით ესაუბრებით, იმიტომ რომ ვიცი, რომ დატვირთული ხართ ამ პერიოდში განსაკუთრებით, როცა ესეთი ამბებია მსოფლიოში, ყოველ წუთს ხანსად გიწევენ, ხანსად, ამიტომ მადლობა ჩემი მაყურებლის სახელით, რომ ჩვენს ვითმობთ დროს და შეძელი სტუმრობა. ვიცი, რომ ბოლო პერიოდი აქტიური იყავი ძალიან და მთლიანად მინდა ისაუბრო ჩვენი ბოლო სტუმრობის შემდეგ უკვე ბევრი პროცესი მოხდა და ძალიან ბევრი რაღაც განვითარდა მსოფლიოში და მინდა ქრონოლოგიურად თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესებს და მოვლენებს რომ მოყვეთ აი როგორც თქვენ გაგიხარდებათ თითეული სტუმარი ამ კვირაში ვინც მყავდა ბატონო გიორგი არავის პოზიციებში არ ჩავჭრივალ ზედმეტი კითხვებით არ ჩავძიები ვარ და რატომ თითეული სტუმრის აზრი პოლიტოლოგი იქნება, ანალიტიკოსი იქნება, ისტორიკოსი იქნება თუ ახლო აღმოსავლეთმცოდნე, თითეული თქვენთაგანის აზრი მნიშვნელოვანია თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესებს და ამიტომ მე ზედმეტად ჩარევას დღესაც არ ვაპირებ, მაქსიმალურად მოგენდობით და თქვენს პოზიციას მე უკვე გავავრცელებ როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-საც. კეთილი. კი ბატონო, მივესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენს მაყურებელს, მივესალმები, ძვირფასო მეგობრებო. მოგეხსენებათ ჩვენ თეკლასთან წინა ჩემი სტუმრობისას ვისაუბრეთ ასევე იყო ირანის თემა და აღნიშნეთ მაშინაც რომ საქართველოს ასე ვთქვათ საქართველოსზე ვისაუბრეთ რა გვაწყობს რა არ გვაწყობს მაშინ დავაანონსეთ რომ ცოტა ხანი შეჩერდებოდა ეს პროცესი მაგრამ აუცილებლად ძალიან მალევე გაგრძელდებოდა გრენლანდიაზეც ვისაუბრეთ მახსოვს და დაიწყო ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო გარდაუვალი იყო მოგეხსენებათ რამოდენიმე შრე აქვს, ფენა აქვს ამ ყველაფერს და ამ სამი შრეთ დავყავი მე ჩემთვის გონებაში და მე მინდა გაუზიარო ეს სამივე შრე თქვენს მაყურებელს. პირველი შრე არის გეოპოლიტიკური შრე, ძვირფასო მეგობრებო, მეორე შრე არის იდეოლოგიური შრე და მესამეა რელიგიური შრე. სამივე შრე არის ერთმანეთისგან გამომდინარე, ერთმანეთზე დამოკიდებული, მაგრამ პირველში მოდი დავიწყოთ გეოპოლიტიკით რა. ვისაც ოდნავ რამე შეხება აქვს გეოპოლიტიკასთან რამე გაუგია, უნდა იცოდეს რას ნიშნავს ჰარტლენდისა და რიმლენდის თეორიები. გეოპოლიტიკაში ეს არის კლასიკური გეოპოლიტიკის ასე ვთქვათ, ორი უმნიშვნელოვანესი საკვანძო და ცენტრალური თეორია, ერთი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, მეორე მე-20 საუკუნის შუა წელში. და ორივე ეს თეორია არის ფუნდამენტური და არასოდეს არ შეიცვლება. სანამ დედამიწა იარსებებს, სანამ გეოგრაფიას ექნება რამე მნიშვნელობა და ყოველთვის ექნება, მანამდე ეს ორი მიდგომა სამყაროს მიმართ იქნება ძალაში. რაზეა საუბარი? იყო ასეთი გეოპოლიტიკოსი 1904 წელს ჰალფორდ მაკინდერი, რომელმაც თქვა, რომ აი რუსეთი სადაც არის, ეგ ტერიტორია და ჩინეთის ტერიტორია, ცოტა უკრაინისაც, ხო? არის საკვანძო ადგილიო მსოფლიოსიო, იმიტომ რომ ჩვენო მაგასო ვერ ვიპყრობთ. ანუ ბრიტანეთის იმპერია იყო მაშინ მეგობრებო და მთელი მსოფლიო დაყრდნობილი ყავდა და აი მაგ ადგილს ვერ ვიპყრობთ, იმიტომ რომ წყლის ასე ვთქვათ, წყლის საზღვაო ცივილიზაციების გადმოსახედიდან გაყინულია ეგ ადგილიო და ვერაფერს ვერ უშვებითო. არა და დიდარია, იმითი, ამითი, რაღაცა რესურსებით და ასე შემდეგ. და ისე უყვარდა, უნდოდა მაგ ადგილის დაპყრობა, რომ ბრიტანეთმა გააგზავნა ეგ და რუსეთში იყო ელჩი. ხო და ესე იფიქრა, ვერაფერი ვერ მოიფიქრა. მერე 1953 წელს მისი კოლეგა უკვე ამერიკელი, ეს ბრიტანელი იყო, ამერიკელი კოლეგა სპაიკმენი გვარად მოვიდა და თქვა, რომ მე ვიციო ეგ როგორ უნდა დავიპყრობთო ეგ ტერიტორიაო. და როგორო და აი როგორცო სამოქალაქო ომის დროსო ჩვენო ჩრდილოეთმაო სამხრეთსო პორტებზეო მისასვლელი ანუ გასასვლელი ზღვებზე ჩაუკეტაო ჩვენცო უნდა ჩაუკეტოთო მაგათო გასასვლელიო ზღვებზეო და იძულებული იქნებიან რომ დაგვნებდენო და მართლაც ცივი ომი ეგეთ დაახლოებით ეგეთი ტაქტიკით მოიგეს და იმ ნაწილს სადაც ზღვებზეა გასასვლელი ამ რუსეთ-ჩინეთის გარშემო უწოდეს რიმლენდი. და ეს რიმლენდზე მიმდინარეობს ახლა ომი. ეს კაცი ამბობდა რომ
ჩვენ თუ გვინდაო რომ რუსეთი და ჩინეთი დავასუსტოთო, აი გარშემო ზღვებზე გასასვლელი სადაც არისო, ეგ უნდა გავაკონტროლოთო, ან დესტაბილიზაცია მოვახდინოთო. ხო და რას ხედავთ ახლა ჩვენ იმის შემდეგ? იმის შემდეგ ჩვენ ხედავთ ყველა მსოფლიო ომი, პირველიც და მეორეც იყო რიმლენდზე, ანუ გერმანია შეიჭრა რუსეთში, მერე გამოაგდეს, ხო დაამარცხეს, პირველი მსოფლიო ომი საერთოდ დაიწყო ევროპაში, დასრულდა ევროპაში და ასე შემდეგ. ეხლა ირანში, ავღანეთი, ერაყი, ეს ასე ვთქვათ, ეს ტერიტორიები ვიეტნამი და ასე შემდეგ სულ ყველა ზღვისთან ზღვაზე გასასვლელი ადგილებია და მისი დესტაბილიზაცია ყოველთვის სტრატეგიული ამოცანა იყო საზღვაო ცივილიზაციებისთვის. რა არის საზღვაო ცივილიზაციები? ეს არის ეგრეთ წოდებული ატლანტის ოკეანის ცივილიზაციები, ანუ ანგლო-საქსონური ცივილიზაცია. ატლანტის არ გეგონოთ ატლანტიდებს რო ეძახიან რაღაცა მითოლოგია რო არა, ატლანტის ოკეანის, აი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, ნატო, არის სწორედ ამ ალიანსის ნაწილი და ანგლო-საქსები, ანუ ბრიტანეთ ამერიკის ცივილიზაცია ატლანტის ოკეანეს უწოდებს შიდა ზღვას. რაც არ უნდა მაგათ მიაჩნიეთ ჩვენი ზღვა ეგაო. ხო და აი ეგ ცივილიზაცია ცდილობს რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს რიმლენდზე, რისთვის? იმისთვის რომ ჰარტლენდს, ანუ რუსეთ-ჩინეთის ალიანსი დაასუსტოს. ასუსტებს ამითი აფეთქებით ირანის? რა თქმა უნდა ასუსტებს, იმიტომ რომ პორტი, ჯავახარის პორტიზე დარტყმა მოხდება, სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულების ლოჯისტიკურ ხაზებზე დარტყმა მოხდება, ჩინეთის ყველა პროექტზე შუამ რაღაც მეების პროექტებია ხო ეს რაღაც აბრეშუმის გზის სხვადასხვა ვარიანტები, რომელზეც უნდა გასულიყო მან, რა თქმა უნდა დარტყმა მოხდება და ასე შემდეგ. თან ძალიან ჩვენ არ ვიცი ახსოვს თუ არა ალბათ მაყურებელს რომ ჩვენ ვისაუბრეთ ირანის ნავთობ თემებზე მაშინ და ასევე აღნიშნეთ რომ 1953 წელს ჩამოაგდეს პრემიერ-მინისტრი, ბიპიმ ჩამოაგდო პრემიერ-მინისტრი მიექსთან და CRU-სთან ერთად, ანუ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ერთად ჩამოაგდო დასვეს შაჰი ფეჰლევი მაშინ და გადაულოცა ეს თელი საბადოები ისევ ბრიტანეთს. ბიპის. ეხლა რა მისია ეს ისინი? ეხლა უკვე აიათოლების აი ამ იმის არის, რა ქვია, ისლამური ძალების ძალიან სახიფათო სხვა შორის არავის არ ეგონოს რა ჩვენ ისლამური ისინი მოგწონს ან რამე. არაფერი მოწონება არ მოწონებაზე ლაპარაკი, ფაქტებს ლაპარაკობთ და ეს ისლამისტები აკონტროლებენ ამ იმას ნავთობს ეხლა და ისევ არ მოწონთ იმეებს. ანუ რამდენი მიზეზი აქვთ რიმლენდი 1 თქვით, ზღვებზე გასასვლელი 2, პორტები 3, ლოჯისტიკური ხაზები 4, ნავთობი 5. თან აქ ემთხვევა ისრაელის მოწადინება, რომ თავისი გეგმა განახორციელოს ისრაელმა, რაც არის ეგრეთ წოდებული დიდი ისრაელის პროექტი, რომელიც თელს არაბეთის ნახევარკუნძულის გაკონტროლებას ისახავს მიზნად. ეს არის სიონისტური. ახლა გადავედით უკვე მეორე ნაწილზე, ნახეთ? ხო, არა, ერთი რამე უნდა დავამატო, რომ აქ რო იცოდეს მაყურებელმა ხა რომ ვილაპარაკე ინტერესები, ჩინეთის ინტერესებია აქ ძალიან დიდი, გარდა იმისა, რომ რუსეთის ინტერესები, ხა რუსეთს ცოტა ორმაგი თამას უწევს, იმიტომ რომ თანაწყოს რო ცოტა გაძვირდეს ნავთობი, იმიტომ რომ აქ ჰორმუზის სრუტე შეიძლება დაიკეტოს, მაგრამ ეს მოდის წინააღმდეგობაში ჩინეთის ინტერესებთან, იმიტომ რომ ჩინეთს ჰორმუზის სრუტეს დაკეტვა სასიკვდილო დარტყმა იქნება მისთვის. ანუ ერთის მხრივ ერთ იმას აწყობს, რა ქვია, მოკავშირეს ირანისას ნაწილობრივ აწყობს, რომ იქნება ცოტა ხანი გაძვირდეს ნავთობი, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთს ეს არ აწყობს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, სუსტდება რიმლენდის მისი, ასე ვთქვათ, ზღვაზე გასასვლელი ტერიტორია. ჩინეთისთვის კი ორმაგად უფრო დიდი დარტყმა. ამიტომ აი ეს მნიშვნელოვანი მდგენელია და იყო ასეთი გეოპოლიტიკოსი ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელიც ყველასთვის ბევრისთვის ცნობილი დიდი საჭადრაკო დაფა დაწერა ასეთი წიგნი 1997 წელს, სადაც აღნიშნავს, რომ ჩინეთ, ირან, რუსეთის კავშირი არ უნდა დაუშვათო ჩვენო. ეგენი უნდა გავხლიჩოთო ჩვენო და ისე უნდა გავაკეთოთო, რომ როგორმეო ეგენი არ გაერთიანდნენ, თორეო საზღვაო ცივილიზაციის ჰეგემონიასო დაემუქრება საფრთხეო და ეს პროცესები აი ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ტრამპმა ხმამაღლა სანამ გახდებოდა პრეზიდენტი თქვა, რომ მე ჩინეთ, რუსეთ, ირანის ალიანსი უნდა გავხლიჩო იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, აი ეს ძალები ჰარტლენდის მიწის ცივილიზაციის ძალები არ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. აი
აი ეს კომპლექსური პროცესები მიმდინარეობს. ძვირფასო მეგობრებო, ეხლა ჩვენს თვალწინ და ეს არის გეოპოლიტიკური ნაწილი. დავამატებ იმასაც, რომ ჩინეთი იღებს უზარმაზარი რაოდენობის ნავთობს და გაზს იაფს და მაღალი ხარისხისას ირანიდან, რაც ასევე უდიდესი დარტყმა იქნება ჩინეთისთვის. ახლა მოდით გადავიდეთ მეორე შრეზე. მეორე შრე არის ძვირფასო მეგობრებო, უკვე იდეოლოგიური შრე. იდეოლოგიური შრე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სიონიზმი. ბევრმა არ იცის რა არის სიონიზმი. ეს არის ებრაელების იდეოლოგია, რომელიც გონიათ რომ მხოლოდ ებრაელებისა. არა ბატონო. სიონიზმი არის ამერიკელების მოგონილი პროექტი. ბევრმა არ იცის ეს ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც აპოკალიფსური ესქატოლოგიური ხედვა მეორედ მოსვლისა. იყო ასეთი თეოლოგი ჯონ დარბი, ამერიკელი თეოლოგი, რომელსაც სჯეროდა, რომ ისრაელის სახელმწიფო იქნებოდა მეორედ მოსვლისთვის, ქრისტეს მეორეს მოსვლის წინა პერიოდისთვის აუცილებელი მოვლენა. მას წამდა, რომ ისრაელი არის რჩეული იმის, რა ქვია, ღვთისრჩეული, ნახეთ, რელიგია იდეოლოგიაში გადადის. და ეს წამდა, რომ ღვთისრჩეულია და ესენი უნდა დაბრუნდნენ თავის ბიბლიურ მიწაზე. მართლმადიდებლური გადმოსახედით და ტრადიციული ეკლესიური გადმოსახედით ეს ასე არ არის. ჩვენი გადმოსახედით ისრაელი განხორციელდა იესო ქრისტეში და ახალი ისრაელი არის იესო ქრისტე და მისი ეკლესია. ეკლესია არის ისრაელი. როგორც პავლე მოციქული ამბობს, აბრაამის აღთქმა დასრულდა ქრისტეში. შესაბამისად, ვინც მიიღო ქრისტე, ის არის ახალი ისრაელი. აი დარბიმ კითხვა, რომ არა გენეცვალე ისრაელი ისევ ის არისო და უნდა მივცეთ ეგ მიწაო და ისრაელსაც მეტი რა უნდა და ბატონო ჩემო და ჩაერთო ამ ბრძოლის პროცესში და ჩამოყალიბდა 1890-იანებში ჩამოყალიბდა სიონიზმის მოძრაობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა თეოდორ ჰერცელი. თეოდორ ჰერცლი, რომელსაც არ უყვარდა ებრაელები. თვითონ ებრაელი ხო იყო და არ უყვარდა ებრაელები, იმიტომ რომ 90% ებრაელების არ მიაჩნდათ რომ უნდა დაუბრუნდეთ იქო. არ გვინდაო ჩვენო იქო. მართლა ეს უცნაური ის იყო და თეოდორ ჰერცლი ემუქრებოდა ყველა ებრაელს რომ თქვენო მოღალატეები ხართო და საბოლოო ჯამში მისცეს ეს ტერიტორია ბევრი იმის შემდეგ და იმის მერე ისინი ახორციელებენ ეთნოწმენდას აგერ ღაზას სექტორში კი ვხედავთ რაც ხდებოდა. და დიდი ისრაელის პროექტის განხორციელება უნდათ მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის წაღება უნდათ ძვირფასო მეგობრებო და აი ამ პროცესში ვიმყოფებით მიმდინარეობს ეს დიდი ომი გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური, რომელიც უკვე გამოსჭვივის ის ხმები ისმის რომ მაგალითად ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, ბევრისთვის ცნობილი, ხმამაღლა აცხადებს რომ უკვე დადგინდა რომ უკვე ხმამაღლა თქვეს რომ მაგალითად ომის მინისტრი, იმის რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატების სხვა შორის რა საინტერესოა ხო, თავდაცვის მინისტრი აღარ არის, ომის მინისტრია. კიდე არსებობს ხალხი, რომელსაც ილუზია აქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც მორალურ უპირატესობას ფლობს სადმე. არა ბატონო ჩემო, არავის აღარ არსებობს ეს ილუზია ვინმეს თუ აქვს. დემოკრატიულობის სასწაულს ამოფარებულები არის. მინდა ეფშტეინის კუნძულზე გაუშვა ესეთი ადამიანები ცოტახანი იმოგზაურა აქეთ მართულებით და დარწმუნდა რომ არანაირი ის არსებობს და ჰექსეტი ეს ომის მინისტრი პირდაპირ ასე თქვა ჯარისკაცებს მოუწოდებს და მაშინ რომ მეორედ მოსვლისთვის ვიბრძვით ჩვენო ქრისტეს. ანუ წარმოიდგინეთ რამხელა რელიგიური მდგენელი ჩართვეს ამ ოხრებმა. მეცაც გეტყვით, აი ჯორჯ ბუში რო იყო ასე. ლობით ჰქონდათ ეს ნამუშევარი თავიანთ საზოგადოებაზე საამისოდ და კარგად შეფუთეს. ხო, ანუ ჯორჯ ბუში ასეთი პრეზიდენტი იყო, უმცროსი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ერახში როდესაც შევარდნენ, ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, ნიუ-იორკ პოსტის სტატია, სადაც ინტერვიუ მისცა და ესეთი რაღაცა უთხრა მაშინ ნიუ-იორკ პოსტს, რომ მეო ღმერთიო გამომეცხადაო ამერიკის პრეზიდენტი ლაპარაკობს ხო? აი წარმოიდგინეთ ეხლა რომ გამოვიდეს არ ვიცი რაღაცა პუტინი რომ გამოვიდეს ან რა ვიცი რაცა ჩინეთის პრეზიდენტი და მე ღმერთი გამომიცხადაო და მიბრძანაო რომ შევიჭრაო ამაშიო ერახშიო და გავანთავისუფლო რაღაც ერაყიო ეს ტექსტით გამოვიდა და
ხალხმაც მე ჯარისკაცებს ვეუბნებიო რომ ხალხო აი ღმერთის დავალება შევასრულოთ. ასეთ საგიჟეთი მიმდინარეობს ეს როგორ მსოფლიოში გვაქვს როგორ მსოფლიოსთან უშმა თქვა და ეხლა წარმოგიდგენიათ ამათ რა ვინ ეცხადება ამ ხალხს მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ მაგრამ ესეც საგიჟეთი მე ეჭება რომ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება უკვე მე მგონი რაღაცა ისინი ეცხადებიან ამათ მე მგონი იმის მერე რაც ესე რიტუალებს ატარებენ სადღაც ბოჰემიან გრუვ და რაღაცეებში კალიფორნიაში რაღაცა ბუებს უჩოქებენ ბუს ისა უდევთ იცი ეგ ამბავი იცით ხო ეგ ამბავი მონუმენტი რო აქვს რაღაც ბუსი ბუა და იქ რაღაც რიტუალებს ატარებენ და ვინ ეცხადება იქ მე მაგალითად კითხვის ნიშნები არ მაქვს ის ეუბნება რომ აი შეხლა ირანი თავისუფლის გავანადგუროთ რომ მესამე ტაძარი ავაშენოთ და მოკლედ მე მგონი ცაცუთი ამბები ხდება და აი ეს სამი ესე თქვა ჭრილი გვაქვს საგიჟეთის ამ წუთას სამყაროში მოკლედ ასე შემიძლია გითხრათ. რამე შეკითხვები თუ გაქვთ შეგიძლიათ არა მირჩევნია რომ მიყვეთ ამ ჭრილში საუბროთ და კომენტარში დაგვიწერეს ჩინეთმა ოფიციალურად ზაობა განაცხადა უკვე ყველანაირად სამხედრო თვალსაზრისითაც დაეხმარებაო და კიდევ იყო ესეთი ინფორმაცია რომ რუსეთი ანუ ვაშინგტონ პოსტს ჰქონდა გავრცელებული რუსეთი აწვდის იარაღს და ეხმარებაო ოღონდ ეს არაფორმალურად და ირიბი ჩარევა არისო ომის პროცესებშიო და ეხლა უკვე ჩინეთიდან დადასტურდა აშკარა დაჭერა. როგორც აღნიშნე გეოპოლიტიკურად საერთოდ ჩინეთი იდეოლოგიური ქვეყანა არ არის, სუფთა გეოპოლიტიკური ქვეყანაა და იგი სტრატეგიულად უყურებს ამ ამბავს. გაზი მოეწოდება იქიდან, ნედლეული მოეწოდება, ლოჯისტიკური ხაზები გადის მისი, პროექტები არის სავაჭრო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მეცაც გეტყვით, თუ საჭირო გახდა ირანში ჯარი ჩავა, არა თუ იარაღით მომარაგება, არამედ მოუწევს ჩინეთს დახმარება ფიზიკური ძალითაც და ადამიანური რესურსითაც. ვრცელდება მოგეხსენებათ რობოტიზაციის კადრები, საოცარი კადრები ვრცელდება, არ არის გამორიცხული რასაც გვაჩვენებენ ეგ თუ სიმართლეა და დიდი ალბათობით სიმართლეა, რა ვიცი, ადამიანური რესურსის მაგივრად რაღაცა რობოტული რესურსების ჩართვა შეიძლება მოხდეს და ომი მიიღებს საოცარ ახალ რაღაცა ხასიათს, ვინც ისტორიაში თუ გაგრძელდა ისტორია, მიიღებს რაღაც ისტორიკოსები დაწერენ, რომ აი პირველი შემთხვევა იყო, რომ აი რაღაც ხელოვნური ინტელექტი ჩაერთო. თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ჩემთან სტუმრობ, ვისაც ეს ტექსტი გააჟღერა ამ ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით. აი ესეთი სიტუაცია ყველას უნდა ესმოდეს, რომ აქ უკან დახევა აღარ იქნება. უახლესი ინფორმაციით ტრამპმა ორჯერ შესთავაზა უკვე მოლაპარაკება ირანს და ირანმა ორივეჯერ უარი უთხრა. იქიდან კატეგორიულად განაცხადა სახმელეთო თავდასხმაზე თუ გადმოვა ამერიკა უკვე ძალიან სულ პასუხს მიიღებსო და გამაფრთხილებელი ნოტა გაუშვა. ანუ მიმდინარე სიტუაცია არის ისეთი რომ ასე ვთქვათ შეიძლება ეს გადაიზარდოს უფრო დიდ ომში და კაცშვილმა არ იცის როგორ დასრულდება ეს შეიძლება ერთმა დაიფაროს, მაგრამ იმატებს ყოველდღიურად იმის რისკი რომ ბირთვული დაპირისპირებაც მოხდეს. თუ მაგალითად ირანმა იქით წავიდა მდგომარეობა რომ ირანი არ მარცხდება, ისრაელი ყველაფრის გამკეთებელია. ისრაელი არის ქვეყანა რომელსაც დაუშვებელია წაგება. არ შეიძლება ისრაელმა წააგოს. ეს სიონისტური მოძრაობის ისტორია ვინც იცის, ეს არის მოძალადე ფანატიკოსი მოძრაობა, არაფერი კავშირი იუდაიზმთან მაგას არ აქვს. კიდევ ვიმეორებ, თეოდორ ჰერცლის ნაწერებს თუ წაიკითხავთ, თეოდორ ჰერცლი წერს, რომ ებრაელები არიან ის ებრაელები, რომლებიც სიონისტები არ არიანო, არიან კეთროვანებიო, ბოდიში უნდა მოვიხადო, პირდაპირ ციტირება თქვა, რა თქვა მან, რომ მე გული მერევაო, ცოტა სხვა სიტყვებით, უფრო ცუდი სიტყვებით, იმ ებრაელებზეო, რომლებიც სიონიზმს არ უჭერენ მხარსო. მეცაც გეტყვით, იყო ასეთი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი, ალბათ გაგვიგია ყველას, რომელიც იყო ებრაელი, რომელსაც შესთავაზეს ისრაელის პრემიერ-მინისტრობა, ეს ბევრმა არ იცის. და ასევე, იმან რა ქვია, ალბერტ აინშტაინმა ღიად წერილი დაწერა და მოაწერინა ხელი 50 თავის უდიდეს მეცნიერს, აი ებრაელი მეცნიერები შეიკრიბნენ და დაწერეს წერილი, რომ როგორ
უარყოფითად არიან განწყობილი სიონისტური მოძრაობის მიმართ. ეს ბევრმა არ იცის. ასევე სიონისტურ მოძრაობას ებრძოდა ბატონი კენედი, პრეზიდენტი კენედი და ბოლო დეკლასიფიცირებული დოკუმენტებით ვიგებთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით მოსადის და ამერიკის შეერთებული შტატების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ჯიზუს ანგელტონის დაგეგმილია მისი მკვლელობა. იმიტომ რომ ძალიან ებრძოდა, ჩვენ გვაქვს მიმოწერები კენედისა და ბენ-გურიონის. ბენ-გურიონი იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, აეროპორტიც არის ახლა ბენ-გურიონის სახელობის ისრაელში, ეს იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ცუდი კაცი იყო ბენ-გურიონი, პირდაპირ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ სანამ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, საოცარ რაღაცებს აკეთებდა სიონისტური მოძრაობის პარქვეშ, ირგუნი იყო, ასეთი ტერორისტული ორგანიზაცია და მაგის წევრი იყო. მაგრამ ისე თქვა მინდა რომ კენედი ითხოვდა რომ დაგვიშვითო ჩვენო რა ქვია ატომური ენერგიის ატომურის იმას რო აკეთებდნენ კონტრაბანდულად ჩაიტანეს ატომური ეს ურანი მოიპარეს ურანი მათ და გაგიჟებული იყო ამაზე კენედი და თუ არ მომცემთო უფლებასო რომ ჩემი ექსპერტები ჩამოვიდნენ და თქვენს აი ამ დაათვალიერონ რომ თქვენ ატომური არახს არ აკეთებთ დავრწმუნდეო მაგაშიო იცოდეო ჩვენო აღარ დაგეხმარებით არაფერზეო და ამ წერმიმოწერის შემდეგ დაახლოებით 2 თვეში ბატონი კენედი ჭირიქალ ხინიაკა ხო და ასე იყო ანუ რის თქმა მინდა რომ ეს არის ძალიან მიზანდასახული რეჟიმი ასევე მიზანდასახული რეჟიმია აიათოლების რეჟიმი ეხლა მithumetes ჩვენო კარგად გვესმოდეს ვინ მოკლეს ვინ იყო ეს ადამიანი ვინც მოკლეს ეხლა ხამენეიზე მაქვს საუბარი ეს იყო ადამიანი რომელიც არის აი ცოტა ცუდი შედარებაა მაგრამ აი რო ავიღოთ არ ვიცი სულიერი ლიდერი ვირა აი ეს ჯვარი წერია რა და პატრიარქი მოუკლეს რა ამ მიმდინარეობას იმისას ისლამისას იქ სხვა მიმდინარე იგივე შიიტური მასში არის კიდე მეორე სულიერი ლიდერი რომელიც არ არის მათეის ანუ ეს ვინც მოკლეს ეს იყო არა მარტო სულიერი არამედ პოლიტიკური ლიდერიც ასევე ყავთ მარტო სულიერი ლიდერი მაგრამ ეს იყო აი პოლიტიკური აი როგორც პატრიარქი არ იქნება კაი შედარება აი რომის პაპი რომ მოკლან ახლა აი ეგეთი ტიპის ვიღაცა მოკლეს და ყველას უნდა ესმოდეს ჯიჰადი რა არის კიდევ რა აქ გასათვალისწინებელია ჯიჰადის გიორგი ისიც აღნიშნოთ რომ 40 დღეს ანამ გლოვაკ ჯიჰადის ასრულება არ იწყება ხოლმე არ იწყება კი და ჩვენ ახლა კარგად მოგვიხსენება რომ ეს დამთავრდება ტერორისტული აქტებით სხვადასხვა მიმართულებით მასიზავ არო მაგ ჩართული თან პარალელურად და ზუსტად ამ თემას ემთხვევა აზერბაიჯანის სამთავრობო ტელევიზიაში გამოსცეს ირანის ტერაქტს გეგმავდა აზერბაიჯანშიო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური კონტრდაზერვითი ღონისძიების შედეგად აღკვეთა ტერორისტული დივერსიული აქტები და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება მოახერხა რომელთა განხორციელებაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეცსამსახურების ხელით მზადდებოდა გუშაკთა კორპუსი არის მოხსენიებული გუშაკთა კორპუსი რაზია საუბარი ნახეთ აქ კითხულობ მე რომის პაპი რა შეშეო ანუ ანალოგიას ვაკეთებ ეს არის რომის პაპი იყო კაცო ეს კაცი იყო აი მაგალითად კათოლიკურ სამყაროს რომ მოუკლან აი რომ წარმოიდგინოთ რა რეაქციასთან გვაქვს საქმე თავარი სულიერი ლიდერი მოუკლეს შიიტურ ისლამს აქედან გამომდინარე ახლა შურისძიება იქნება აბსოლუტურად ისეთი რა ინტენსიური მათ შორის ძალიან ძალადობრივი და ისეთი სტაბილურობა რჩება რომ ერთის მხრივ ამ კაცმა აიათოლაზე მაქვს საუბარი განზრახ გააკეთა თითქოს ეს. იმიტომ რომ მათ ამ იმაში რელიგიაში ესეთი მოწამეობრივი სიკვდილი არის მნიშვნელოვანი ბიძგი და წმინდანობის რაღაცა მაღალი საფეხური. მეორეს მხრივ მე არ მგონია ეხლა მოსადს და ამას რა ცენტრალურ საზღვაო სააგენტოს იმდენი არ ესმოდეს რომ ეს ადამიანი ესეთი კვლელობა რაღაც დადებიც არ მოიტანდა და თითქოს ეს სტაბილურობა რჩება რომ წავიდნენ აი ამ საბოლოო დაპირისპირებამდე სამუდამო იმამდე რა ვთქვათ დაპირისპირებამდე და მე ვფიქრობ რომ ეს ომი გაგრძელდება დიდი ხანი ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება და მე უკვე მცემს სუნი
მესამე მსოფლიო ომის. ხო და ეს არ არის ჯერ დაწყებული, იმიტომ რომ ჯერ მაინც რეგიონალური ომია, მაგრამ ერთი ცადმე ცეცხლის გაჩაღება სადმე სხვა კუთხეში და უკვე შეგვიძლია დავარქვათ ამას რომ არის გლობალური ომი, მესამე მსოფლიო ომი და აი თუ ძალიან საინტერესოა იმას თუ დავხედავთ ხოლმე ზემოდან რუქას თვითმფრინავის გადაადგილების საქართველოს დარჩა ერთ-ერთი ადგილი სადაც თვითმფრინავი დადიან. შვიდი ზონა რა წერტი. გარშემო არც ზემოთ არც ქვემოთ მოძრაობა აღარ არის და რაღაცა შვიდობის ხიდივით დავრჩით და ღვთისყალობით მერტ მაქნას ესე ხიდი დარჩეს ისა, მაგრამ გიორგი ნახე რა მინდა ვთქვა კიდევ ამ ყველაფერთან საქართველოშიც არის საფრთხეები პლუს ამას გთხოვენ ჯიჰადი ახსენითო ჯიჰადი შურისძიების ერთ-ერთი ფორმა არის შიიტებში ესე შიიტ მუსლიმებში ჯიჰადი რა არის ჯიჰადი არის ძვირფასო მეგობრებო ისლამის გავრცელების კარგად უნდა გვესმოდეს ეს არის ისლამის გავრცელების ესე იწყებენ რა ორი საერთოდ უნდა გვესმოდეს რომ ისლამის გავრცელება ანუ ჯიჰადი ორი ნაწილისგან შედგება ერთი არის სადაც იმ ქვეყანაში სადაც უმცირესობაში არიან მუსლიმები ამას უწოდებენ მექას პერიოდს რომ მაგალითად მუჰამედი მექაში როდესაც გადაგებდა იყო ძალიან ლმობიერი ძალიან ესე ვთქვათ მშვიდობის მოყვარე და როდესაც გაძლიერდა და მედინაში გაძლიერდა, იგი აგრესიული გახდა. ამიტომ აი ეს ორი პერიოდი აქვს, მექას პერიოდი და მედინას პერიოდი და მექას პერიოდში მცირესობაში თუ არის ეს მაგალითად აი ევროპაში ეხლა ხო, ცოტა უკვე აღარ არიან მცირესობაში, უკვე ნელ-ნელა გადადიან იმაში და აგრესიულები ხდებიან და ჯიჰადი გულისხმობს ისლამის გავრცელებას ორივე ფორმით. ასე ვთქვათ, როგორც მექას ფორმით, ისე მედინას ფორმით. ეს საიდან ვიცი ეს მე, ხო? ვიღაცამ შეიძლება იკითხოს რატომ. მე ძალიან კარგად ვარ გაცნობილი ყურანი წაკითხული მაქვს ორჯერ, მაგრამ ეს არის ყურანის იმებს არ ეყნობა. არის ასე ვთქვათ, კანონმდებლობა ისლამის, საკანონმდებლო იურიდიული ნაწილი ისლამის, შარიათის მიმართულებით, სადაც გაწერილია ჯიჰადის ასე ვთქვათ, აი ეს კანონები. წესები და კანონები რის მიხედვითაც არის და აი იქიდან გამომდინარე ძალიან კარგი კომენტატორები არიან ებრაელი ის ბოდიში მუსლიმი კომენტატორები რომლებიც პირდაპირ ამბობენ რომ აი ეს კანონები ესე მუშაობს ეს კანონები მუშაობს ანუ რო შევაჯამოთ ძვირფასო მეგობრებო ეხლა დატაკებული არის სიონიზმი ისლამთან სიონიზმი არ გიგონოთ კიდევ ვიმეორებ ეს არის ებრაული მოვლენა ევანგელისტი ქრისტიანების 90% სიონისტია აი მაგალითად ტრამპი სიონისტია აი ნეოკონებს რო ეძახიან მოდი კი ესეთი რაღაცად განვიხილოთ რა ამერიკაში არის პოლიტიკური მოძრაობა ნეოკონსერვატორები ეს ნეოკონსერვატორები ქორებსაც ეძახიან იქ ეს ქორები არიან ისინი სიონისტები სიონისტი ქრისტიანები ანუ ცოტა ოქსიმორონია, ოქსიმორონი რას ნიშნავს ერთმანეთს ეწინააღმდეგება, არ შეიძლება იყოს სიონისტი ქრისტიანი, ეს ორთაც ჩარსდება, იმიტომ რომ სიონიზმი გულისხმობს რომ მიგაჩნია რომ ქრისტეს გარეშეც შეიძლება იყოს ღვთის ხალხი, ეს არ შეიძლება ქრისტიანისთვის ესეთი წმენა ჩვენ არ გვაქვს ქრისტეში თუ არ ახარ ღმერთთან კავშირი გაწყვეტილი გაქვს ჩვენი წმენა ეგ არის რომ მესია არ მიიღეს, ხო სწორია? მაგრამ აი არსებობენ ეს ევანგელისტი ქრისტიანები რომლებიც სიონისტით არიან ისა რომ ესეთ რაღაცას ამბობენ რომ თუ არ დალოცავ ანუ მას იშველიებენ იმის წიგნს ბიბლიაში თუ არ დალოცავ ისრაელსო who blesses Israel ვინც დალოცავს ისრაელს მეც დავლოცავ რა ამის ისრაელის გავლით დავლოცავ მთელ სამყაროსო მაგრამ პრობლემა იმაში არის ძველი აღთქმა და ისრაელი სანამ მესიას ელოდებოდა მართლაც იყო თქვა ღვთის რჩეული ერი და მესიაში გაერთიანების შემდეგ თუ არ გაერთიანდები მესიაში ანუ ებრაელ მესიაში თუ არ გაერთიანდები შენ დალოცვასთან ცოტა წვრალად ახარ ანუ შესაბამისად ეს სიონისტური მოძრაობა ამერიკაში არის ძალიან ძლიერი და ესე ბრმად აი მოდი კარგად დავფიქრდეთ რა
რაღაცა 7 მილიონიანი კახეთის ხელა რაღაცა ქვეყანაა. კახეთის ხელა ქვეყანა, ცოტა დიდი, კაი, ქართლ კახეთის ხელა ქვეყანაა, სადღაც არაბეთის ნახევარკუნძულზე 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და როგორც უნდა ისე ატრიალებს 350 მილიონიან ჰიპერგეგა სახელმწიფოს, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები. რამხელა ლობი ყავს ისრაელს, რამხელა ეს ყავს გავლენა აქვს ის ებრაულ აერპაკი ქვია ამას დიდ ორგანიზაციას. რამხელა გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომ რასაც ეტყვის თეთრ სახლს ნეთანიაჰუ, იმას აკეთებს კაცო ეს ხალხი. ადანო გიორგი კომენტარში გიწერენ სიონისტები თუ გაიმარჯვებს თქვენ დაგიჭერენ ამ ყველაფრის თქვისთვის. ახლა როგორ არის მე მოუწოდებ ებრაიმე ვიღაც გონია რომ ანტისემიტიზმია, ანტისიონიზმია. არა ბატონო ჩემო, კიდე გეუბნებოდ ალბერტ აინშტაინი იყო ანტისიონისტი. აი ალბერტ აინშტაინის მიმდევარი. ხვდებით? ანუ ალბერტ აინშტაინზე მეტი სემიტი არ შეიძლებოდა, ეგეთი განთქმული სემიტი არ არსებობს. და კიდევ ვიმეორებ, ებრაელების, გეტყვით, ებრაელები ცხოვრობენ ახლა ირანში. ხალხო, ძვირფასო მეგობრებო, ებრაელების რამოდენიმე ათეულობით 1000 ადამიანი ცხოვრობს ახლა ირანში, აქვთ თავისი სინაგოგა. და რა ვიცი, შენერა გამოვიდა ახლა ის კაცი, იმ დღეს უსმენდი, ირანშია ის კაცი. და ინტერვიუს იღებს ჟურნალისტი ირანელი და ეკითხება, რომ თქვენო სიონისტ თუ ემხრობით, რა თქმა უნდა არაო, ებრაელი ის არის, აი კულულებიანი სასულიერო პირი კაცო. მათ სასულიერო პირი, არაო, როგორ შეიძლება ებრაელი იყო და სიონისტი იყო? ხვდებით და ეს თელდა ერთი კაცი იყო, თან არ იმის დროშა უჭირავს, რა ქვია, ირანის ამ კაცს რა. აი ასეთი სიტუაცია, ანუ არავით არის კავშირი სემიტურ მიმდინარეობასთან, ჯერ სემიტური მიმდინარეობა ებრაელებთან რატოა მარტო კავშირში, კაცულმა არის, იმიტომ რომ სემიტები ასევე არაბები არიან. მოდი აქედან დავიწყოთ. ანუ პალესტინელები არიან სემიტები. ეს ისე რო იცოდეს მაყურებელმა, მაგრამ ნუ თქვათ მარტო ებრაელები არიან, ხო? დაუშვათ რომ მარტო ებრაელები არიან. რავი, აი ებრაელების ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება აი ამ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც არის სოციალისტურ, ათეისტურ რაღაცა მოძრაობა, არავით არის კავშირი. ბევრი ურწმუნოა, მაშინ კი არ დადიან ყველა კაცო სინაგოგაში, ბევრი ურწმუნოა და ეს ასე ვთქვათ, ეს სიონისტური ნაწილი ცდილობს რომ ააშენოს მესამე ტაძარი, დაანგრიოს ალაქსა, უკვე გაისმა ესეთი ისინი რა ქვია, ნიუ-იორკში არის ასეთი რაბი, სახელი აღარ მახსოვს, ნიუ-იორკში ცხოვრობს ეს კაცი და ხომალა განაცხადა რომ ეხლა აი ამ დღეებში განაცხადა რომ მე არ გამოურიცხაო რომ ერთი ბომბაო მანდო აი მაგ ალაქსასაც დაეცესო. ეხლა ეგეთ რაღაცას რო იტყვი, ცოტა ეს არის ხო? საეჭვო ხდება, რომ რაღაც სხვა მიზნებსაც ატარებს ეს ყველაფერი. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ძალიან რთული სიტუაციაა. ღმერთმა იცის რა როგორ იქნება. თავარია ხა მნიშვნელოვანია საქართველოს რა აწყობს. ხო არის საინტერესო. აქ არის საქართველოს თქვა, დიახ. სანამ საქართველოს ნაწილზე გადმოვალ, არის კიდევ ესეთი ვარაუდები და შენც აღნიშნე და მაინტერესებს ბოლომდე გამორიცხავ თუ არა ამას. როდესაც აიათოლოს მოკულა განხორციელდა და ლიკვიდაცია მოახდინეს, გაჩნდა ესეთი მოსაზრებაც, რომ მუსლიმური სახელმწიფოების გაერთიანებას გამოიწვევდა ეს ყველაფერი და ერთიან ძალებით შეტევას. ეგ არის ძალიან რთული სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ვიმეორებ, მან ხო ერთიანი არ არის მუსლიმური სამყარო, სუნიტური, შიიტური სამყაროა, კიდევ პატარ-პატარა ისინია სექტები, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მიკვირდა რომ ან წამებულად შეირაცხება მაგათთან. მაგათთვის უნდა გამაერთიანებელი იყოს. თუმცა რამდენად მაგალითად აი ღაზას ხალხს რო ხოცავდნენ, რატო არ გაერთიანდნენ? თქვენ წარმოგვიდგენია ღაზაში რა გააკეთეს, ხო? ღაზა ეს არის აი ის რო ახშფოთდება, რა ქვია, მაგალითად რა ვიცი,
ჰააგის სასამართლო აღშფოთდა. ანუ გლობალისტების დაარსებული სასამართლოც კი აღშფოთდა. და გაცემული არის ნეთანიაჰუს დაკავების ორდერია გაცემული 122 ქვეყანაში. 122 ქვეყანაში ნეთანიაჰუ არის ძებნილი, ეძებენ ეხლა და ვერ იპოვეს ეს ნეთანიაჰუ. ნეტა სად არის ეს ნეთანიაჰუ? რა ვიცი, გერმანიაში ჩავიდა, მერცმა გამოაცხადა, მერცმა გამოვიდა და მე მაგ ჰააგის იმასო, მაგ შევდივარო რომისის ქვია, რომის ქარტია. რომის ქარტიაზე ხელი მაქვს მოწერილი, მაგრამ მე ნეთანიაჰუს არ დავიჭერო. ხო, ანუ მერე ვიღაცები გამოდიან და ჯერ კიდევ ძალაშია საერთაშორისო ისინი რა კანონმდებლობები და რაღაცეები და რა ვიცი ადამიანების ილუზიებს საზღვარი არ აქვს ადამიანები არიან რაღაცა მოჯადოებულ რაღაც სამყაროში ცხოვრობენ ვერ გაიღვიძა ვერაფერმა ვეღარ გააღვიძა ეს ხალხი მე ყოველთვის ვამბობდი რომ მეუბნეოდნენ რომ აი რაღაცა კატასტროფა რომ მოხდება მე შემდეგ გაიღვიძებენ და ვერავინ ვერ გაიღვიძებს ეს ფილოსოფიურად ეს არის შეუძლებელი რაშია საქმე ნახეთ ფილოსოფიაში არსებობს ასეთი დამტკიცებული თეორია რომელიც ამბობს რომ ამას ქვია theory-ladeness problem რას ნიშნავს რომ საგნებს რო უყურებს ადამიანი აი რაღაც საგანს რო უყურებს, ფაქტებს რო უყურებს. იგი მას უკეთია თავისი ლინზები, სამყაროს მსოფხედველობითი ლინზები. და ეს ლინზები ფილტრავს ამ ფაქტებს. შენ რაც არ უნდა მეტი ფაქტი დაუდო ადამიანს, ფილტრი არ ატარებს მისი. ის აუცილებლად გაფილტრავს, იმ ფაქტს დაინახავს, ისე როგორც მისი ფილტრი, რა ფილტრიც უყენია. აი ახლა მაგალითად გირჩელს რაც არ უნდა შენ ეხლა გირჩელს რაც არ უნდა ესე იგი ფაქტები დაულაგო რომ მაგალითად ყველაფრის პრივატიზაცია არ შეიძლება პირობითად ის გაატარებს ამ ფილტრში და ისეთ შეკითხვას ან ისეთ პასუხს მოგცემ რომ ხელსაც ჩაიქნევ და ფეხსაც და მიხდები რომ ეს საუბარს აზრი არ აქვს თუ ეს ფილტრი უყენია მას აქედან გამომდინარე შანსი არ არსებობს ამ ხალხს რომელიც ვერ ხვდება რომ დასავლეთში აღმოსავლეთში ჩრდილოეთ სამხრეთში არ არსებობს წესები კანონები გარდა ინტერესებისა ამ წუთას ნავთობი რა ვიცი ფული რაღაცა რელიგიური სიგიჟეები თავისი ინტერესები თუ არ არსებობს არანაირი სხვა ფურცლები ხელშეკრულებები რომის ქარტია არ ვიცი რაღაცა იმის რაღაცა გაეროს რეზოლუცია 714 აი ერთ მაგალითს მოვიყვან მაგალითად გაეროს აქ 14 რეზოლუცია გამოცემული 14 რეზოლუცია გამოცემული რომ პალესტინის ხალხი უნდა დაბრუნდეს ებრაელების მიწაზე 14 არც ერთი არ შეუსრულებია ისრაელს ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ხელი მოწერილი ამებზე და როგორც ჩვენ არ გაგვიკეთები ეგ ისე იმათ არ გაუკეთებთ არა ინტერესებს ისრაელი პატარა კახეთის ხელა ქვეყანაზე მაქვს საუბარი იმ ხელა გავლენები აქვს ამ ქვეყანას არ მუშაობს ეგრე სამყარო და ჩვენ უნდა გვესმოდეს აი ესეთ სიტუაცია გიორგი, მინდა კიდევ ერთი ფაქტი აღვნიშნოთ და მერე უკვე ბოლო დღეების რაც მოხდა, მერე შევეხები ამას. როდესაც აიათოლოს მკვლელობა განხორციელდა ლიკვიდაცია, საქართველოში საელჩოსთან 2 დღე ზარზე იმიშუქდებოდა და ამას მსოფლიო მედიაც აშუქებდა. თუ როგორ აღნიშნავდნენ. როგორ ფიქრობ, რამდენად აქვს გაცნობიერებული ახლა ამ სიტუაციაში ხელისუფლებას ან საზოგადოებას, ვინც იქ იყო? არა. გაცნობიერებული თუ აქვთ, რა საფრთხე შეიძლება ქვეყანა შეუქმნა? ნახეთ როგორ უყურებენ სამყაროს რა. უყურებენ როგორ აი აიათოლა დახოცა ხალხი 33000 თუ რაღაც 40000 ადამიანი დახოცა იქ და რა მორალურია იქ თავისუფლებას წყურია ირანელ ხალხს. თავისუფლებას წყურია ირანელ ხალხს და აიათოლები თურმე აკავებენ რა და როდის ქონდათ ისი თავისუფლება აი რეზა ფეჰლევი რო იყო შაჰი აი მაშინ იყო თავისუფლება 26 წელი შაჰი დაუსვეს შაჰი ხალხო აი შაჰთან ახლა ქართველ ადამიანს რო შაჰის მოსვლა უნდა ხელისუფლებაში ან შაჰის რეჟიმის დაბრუნება შაჰ აბასი მაინც არ ახსოვთ კაცო ან რაღაცა შაჰ თამაზი და ვიღაცები რო შემოგვივარდებოდნენ აქ
ეს ასოციაციაც კი არ უჩნდებათ. ეხლა იმაზე არ ვსაუბრობ, რომ თვითონ ის რეზა ფეჰლევი რეებს აკეთებდა. მაგალითად ადრეც ვისაუბრეთ, ხო? ისრაელი, წარმოგიდგენიათ, ისრაელი უტრენინგებდა ირანს საიდუმლო სამსახურს სავაკს. ანუ ისრაელმა მოსისხლე მტერმა დაუტრენინგა, გადაუმზადა რეზა ფეჰლევის სავაკი. აი როგორც ჩვენთან არის, არ ვიცი, სუსი. ოღონდ ბევრად უფრო ესა რა ქვია, დიდი, ბევრად უფრო ისეთი გადაატრენინგა. ანუ საიდუმლო სამსახური. წარმოგიდგენიათ და ჩვენები ამას მაშვებიან, რომ მიდით, ესე იგი ბიჭებო. მაგათ ეხლა რომ დაუძვდა მე აუხსნა, რომ აი თუ დაიშალა ირანი. მოდით დაიშალა ირანი. ხო? მე რა ხდება? ანუ რა არის ამის შედეგები რა იქნება? გავანთავისუფლეთ ირანის წამებული ქალები, რომლებიც ჰიჯაბები ჩამოხსენით მათ. ესე იგი ჩამოიხსნეს ჰიჯაბები და თავისუფლად დეკოლტეები დასეირნობენ თეირანის ქუჩებში. აი საქართველოში რა ხდება ამ დროს ძალიან მაინტერესებს რა შედეგები დასრულდება. დასრულდება იმით, რომ ჩვენთან შემოვლენ უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილები, იმიტომ გამოქცეული იქიდან და დაიწყება ახალი პროექტი კავკასიაში, რომელსაც ქვია დიდი თურანის პროექტი, სადაც აზერბაიჯანი ძალიან გაძლიერდება, თურქეთი ეს სამხრეთთან როის გადის ტრამპის კორიდორი, ეგრეთ წოდებული ახლა ზანგეზურის კორიდორი. იქ გაიზრდება ბრიტანეთის გავლენები, რუსეთი დასუსტდება, ანუ ჰარტლენდი დასუსტდება, რიმლენდს გააკონტროლებს ზღვის ცივილიზაცია და საქართველოში შემოვარდება რუსეთი. აი ეს მოხდება. საქართველოში შემოვარდება. ვინ ვის ტისქულზე ასხავს წყალს, ახლა კაცმა არის ისე გამო. ანუ რა ხდება რა, რუსეთს მეტი გზა არ ექნება, რომ უნდა გააკონტროლოს ბუფერული ზონა. ბუფერული ზონა არის კავკასია, სამხრეთ კავკასია. აზერბაიჯანი თუ გაძლიერდება, დარჩება სომხეთი და საქართველო, უნდა სოლივით, უნდა გაერჭოს რუსეთი მანდ. ამიტომ ჩვენ აღარ დაგველოდება, ახლა იმის ფაშინიანის იმედი რუსეთს დამიჯერეთ არა აქვს. არც ჩვენი ასე ვთქვათ ის იმედი აქვს კეთილგონიერება დავარქვათ ამას ჭყალებში მათი გადმოსახედიდან კეთილგონიერება და ის იძულებული იქნება რომ გააქტიურდეს აქეთ და რაღაცას თუ იმედი აქვს რომ და წარმოდგენებიან ილუზიები რომ ჩვენ აქ რუსეთს შევეწინააღმდეგებით რამით არაფერი არ იქნება მოუგვიწევს აი ამის დათმენა მე მართლა უკვე მონურწყობილებაში მოგვიწევს თავდახრილი პოზიციაში ყოფნა და მოლაპარაკებაზე და რაიმე სავაჭროზე უკვე ზედმეტი იქნება საუბარი. ხო, ანუ აქ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ რუსეთი ახლა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აქვს. მე ვსაუბრობ იმაზე რომ მთლიანად შემოვა და წავდგავა იქამდე ზანგეზურის კორიდორამდე. იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა რომელიც ახლა ზანგეზურის კორიდორში არ უშვებს ბრიტანეთს და ანგლოსაქსებს არის ირანი. კი ბატონო. ირანის დესტაბილიზაცია გამოიწვევს მაგ კორიდორის კონტროლის დაკარგვას და შესაბამისად მოუწევს მეორე ჰარტლენდის ძალას, ანუ რუსეთს, თუ ირანი ამას ვერ აკონტროლებს, მოუწევს გააკონტროლოს რუსეთს. ჩინეთი იქიდან აქ ამის გაკონტროლებას არც მოისურვებს, იმიტომ რომ ეტყვის რომ შენი ტერიტორიაა რუსეთს და მიხედა მაგ ტერიტორიას, ხო ხედავ ირანი ჩამოგვიშალეს. ამიტომ რუსეთს მოუწევს ზანგეზურის კორიდორის ზე კონტროლის აღდგენა. ჩინეთის დაინტერესებული იქნება რომ ეს კორიდორი სუფთა იყოს და საომარი მოქმედებები ამ ტერიტორიაზე არ იყოს. ხო, იმიტომ რომ ნახეთ ეს დიდი თურანის პროექტი ვინმეს თუ წარმოუდგენია რა არის, ეგ რუქას რო დახედო, ეს არის თურქული, ანუ თურქმანულ და თურქული ტომების დიდი სახელმწიფოს შექმნა. იცით სადამდე მიდის ეს ტომები? ურალამდე. ურალის მთები, რა ვიცი, გონიერი მაყურებელი ყავს ჩვენ, ურალის მთები და ურუმჩი არის ასეთი ქალაქი ჩინეთში. ეს არის რეგიონი ჩინეთის, რომელსაც ძლივს აკონტროლებს ჩინეთი, ეს არის ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი, ავტონომიური ოლქი, იქ სხვა ენაზე ლაპარაკობენ, იქ მუსლიმები არიან, ეს არის მუსლიმური, მე იქ ნამყოფი ვარ. სამი ენა არის ოფიციალური ჩინური, მანდარინი ჩინური, სხვა ჩინური ერთი კიდე და ურუმჩული. რაღაცა ენაა, რომელზეც საუბრობენ თურქმანული ენა, თურქულ რაღაცა ენა.
იქ არის მეჩეთები სავსეა ეს ქალაქი ეს ურუმჩი და აი ამ ტომების დიდი თურანის პროექტში გაერთიანება უნდათ თურქეთის თამადობით და თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ირანი ამას აკავებს ირანის დესტაბილიზაცია და დამარცხება ნიშნავს იმას რომ აღარ რჩება გამკონტროლებელი ამ უდიდესი საფრთხისა რუსეთისა და ჩინეთისთვის შესაბამისად ვის მოუწევს აქ აქტიურება რა თქმა უნდა რუსეთს ჩინეთი დაეხმარება მაგრამ რუსეთი როგორც ყველაზე ახლო რა კავკასიის მისი რეგიონი გეოპოლიტიკურად მის გავლენებში უნდა იყოს ეს ტერიტორია რეალურად გააქტიურდება ამ წუთას არ აქტიურდება რუსეთი იმიტომ რომ ირანი ასრულებს ამ კორიდორის დამბლოკავ ფუნქციას გამოვიდა პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრი თავის დროზე ერთი თვის წინ და თქვა აქ ვინმე თუ გაიჭაჭანებსო რამე ხიდიო იმას რა ქვია მანდო იხილავთო გვამებსო თქვენ ჯარისკაცებისას ამიტომ მაგ დაბლოკილია თუ დაიშალა ირანი მოვიდა რეზა ფეჰლევი ან ვიღაცა რეზა ფეჰლევი სხვა არ აქვს მნიშვნელობა რეზა ფეჰლევი არ გაუჭირდებათ მაგათ გამოწევი არ გაუჭირდება და ვიღაც არ ვიცი ფაშინიანი მოვიდა იქ ირანელი ხო დასვეს იქ რასაც ეთქვენ დაავთობსაც მისცემს მხარს დაუჭერს იმას რომ რა ქვია ეგ კორიდორი კი ჩვენთვის ტრამპ პირდაპირ აცხადებს ჩვენთვის მოსაწონი უნდა მოვიდესო კი ჩვენთვის მოსაწონი თუ მოვაო ყველაფერიც იქნება მნიშვნელობა არ აქვს კაცო იქ პირდაპირ ამბობს ამას ახელს და გვარს ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს იქ ვინ მოვა ჩვენთვის ირანის ჩვენ ვიღაცას გონია რომ შენ ირანისკენ ხარ ირანისკენ კი არა ვარ საქართველოსკენ ვარ საქართველოს ინტერესებში არ შედის ირანის დაშლა დესტაბილიზაცია ჩვენს ინტერესებში შედის ისეთი ირანის არც გაძლიერება შედის ირანის ჩვენს ინტერესებში მაგრამ ისეთი ირანის შენარჩუნება შედის როგორიც ეხლაა რადგან მას კავკასიაში აბალანსებს რუსეთი ჩვენ გვესმის აი რო წარმოვიდგინოთ აი ორი პლანეტაა მაგალითად არის დედამიწა და მარსი ან მთვარე და აი სტაბილური დამაბალანსებელი მიზიდულობის ბჭყალებში გეოპოლიტიკური მიზიდულობის ძალები აქვს ამ ორ ქვეყანას თუ ეხლა რომ მოაცალონ ირანი რუსეთი ხდება აქტიური ხდებით და თუ რუსეთი დასუსტდა ძალიან აი კავკასიაში არეულობა ირანი და თურქეთი ძლიერდებიან ეხლა ამ წუთას ირანი და თურქეთი ერთმანეთს აბალანსებს ანუ ეხლა არის კავკასიაში წონასწორობა ამ წონასწორობის დარღვევა გამოიწვევს დესტაბილიზაციას გეოპოლიტიკურს რაც ნიშნავს იმას რომ რომელიღაცა ქვეყანის გავლენები არაპროპორციულად გაიზრდება საქართველოს არის სუბიექტი ის ბოდიში ობიექტი ანუ არაფერი არ შეუძლია მხოლოდ პოზიციონირებს არავითარი მიზიდულობის ძალები ჩვენ არ გვაქვს აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ ვიღაცის თანამგზავრი უნდა ვიყოთ ვიღაცის აქ ხან იქითა ვართ გიორგი ნახე ჩვენ სახელმწიფოს მდებარეობიდან საზოგადოების ანუ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ტერიტორიების სიმცირიდან გამომდინარე რისი საშუალებაც აქვს იმის მიხედვით უნდა მოახდინოს ლავირება ხო და ნახე რა მინდა კიდე გკითხო დღეს ახლა გავრცელდა უკვე ინფორმაცია რომ ევროკომისიამ დღეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა ცუდი ურთიერთობა აქვთ ევროკავშირთან ძალიან ჩვენს ხელისუფლებას პლუს ამას ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან და ეხლა დაბარებულები იყვნენ და რა დავალებები ჩამოიტანეს ეს ნენელა უკვე ნაბიჯებში პოლიტიკურ განცხადებებში ნენელა გამოჩნდება ერთიანად ხომ იცით რომ არ ხდება ხოლმე ეგრე და ასეთ მოცემულობაში, როდესაც ყოველგვარი პარტნიორი, ყოველგვარი მეგობის გარეშე ისედაც დაიტოვა თავი იზოლაციაში. პლუს ამას ეხლა ამ მოცემულობაში ირანიდან რომ მოაწდეს დოლილები თქვენი თქმის არ იყოს, ხო? თუნდაც რა თქვას ადამიანმა და დაამტკიცოს კიდევაც რომ ფერეიდნელი ქართველია, მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად იქ მხოლოდ სახელი შემორჩა ფერეიდნელი ქართველის, თორე გენეტიკურად უკვე ფაქტიურად აღარც არიან, ხო? და რამდენად საფრთხეა კიდევ აი მათი დამატება ამ საფრთხესთან
თან ისიც რომ ესენი შემოვიდნენ და დაემატონ ამ სიტუაციაში და ტერორისტულ აქტებზე თუ მიდგება საქმე რუსული ამერიკული ბაზები სადაც არის მე ვფიქრობ ყველგან მოხდება დარტყმები პატარ-პატარა წერტილოვანი დარტყმები ყველგან დაიწყება 40 დღის შემდეგ მე ესე ვფიქრობ ხო, ანუ ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ირანი არ არის, ეხლა როგორ ომი მიდის, ხო? ან ირანი ესვრის ბომბებს, სხვა ბალისტიკურ იქნება თუ სხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობას ჰაერის მიმართულებით. შაჰიდებს და ასე შემდეგ ისვრის, ხო? მაგრამ მალე დაიწყება სხვანაირი ომი. მალე დაიწყება კამიკაძეების ომი. როცა გავადა ჯიჰადი რო გამოცხადდება, ხალხი აიფეთქებს თავებს სხვა ადგილებში და აიფეთქებს არ გვინახავს თუ რა ვიცი ტერორისტული აქტები მათი ასე ვთქვათ მოწამეობრივი სიკვდილით დასრულება ერთ-ერთ სათნოებად ითვლება და ტრის მით უმეტეს ჯიჰადის დროს მათი გადმოსახედა პირდაპირ 64-ში ხვდები ასეთ დროს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი თამაში დაიწყება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმას საქართველოს მეგობრობა და ასე შემდეგ საქართველო როგორ არის თავარი არის რომ ჩვენ არ გავხდეთ პლაცდარმი ვიღაცის ანუ აქ არ უნდა მოხდეს არც ერთი ძალის პროექცირება ფიზიკურად ანუ აქ არ უნდა იყოს თვითმფრინავების დაჯდომა ჰაერში იფრინო რამე ვერცერიზავ მაგრამ აი მიწაზე რაღაცა სატვირთო იქნება თუ სამხედრო იქნება თუ რაღაცა არ უნდა მოხდეს ეს ამბავი იმიტომ რომ აუცილებლად გამოიწვევს ეს ჩვენზე დარტყმას. ამას წყალი არ გავა. პირდაპირ დაგვარტყავენ. და რას დაგვარტყავენ და სად რა გამოფრინდება და სად რა დაეცემა ძნელი სათქმელია. ამიტომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ლავირება აქ ახლა ხდება ძალიან რთული, უფრო მეტი მე ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა რუსეთთან გაიხსნას ხაზი და ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან ლაპარაკი აუცილებლად. აქ უკვე რუსეთი წამოვიდა რაღაცა წინადადებით, აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნაზე უფრო გააქტიურდნენ კიდევ ერთხელ და საჭირო ხდება რუსეთთან გააქტიურება. იმიტომ რომ ვიღაცა უნდა ყავდეს აუცილებლად შენ რაღაცა ასე ვთქვათ პარტნიორი, რაღაცა დონის მაინც. თლათ მხარეს ჯერჯერობით ვერ დავიჭერთ, მაგრამ დიალოგის გახსნა აუცილებელი ხდება. ნაბიჯების გადადგმა უკვე. ძალიან დიდი მადლობა თუ კითხვები რაიმე თუ გაქვთ კომენტარებში რამოდენიმე წუთი კიდევ დავაყენებათ გიორგის და მე უკვე დაგემშვიდობებით აღარ დავღლი თან ისეთი სრული და მსუყე ანალიზი გააკეთა ყველა მოვლენის და პროცესიც რაც ბოლო პერიოდში ხდება. მინდა მადლობა გითხრათ როგორც ყოველთვის 322 ადამიანი გვიყურებს შიგნიდან გარედან არის 5400 ადამიანი. ანუ გარედან ვინც გვიყურა ისინიც რაოდენობას ვგებულობ ხოლმე ვერ ხედავ ვინ არიან მაგრამ რაოდენობას ვიგებ უღრმესი მადლობა ესეთი კარგი და ზუსტი ანალიზისთვის ესეც რა თქმა უნდა მოიჭრება და დაიდება YouTube-ზე და Facebook-ზე გავრცელდება მადლობა რომ დრო დაუთმეთ ჩემს მაყურებელს და მე მგონი კითხვები არაფერი ისეთი ხო მე ხო არ წერენ კითხვებს, იმდენად ამომწურავი იყო, გაქებენ სხვათა შორის, გვირდებოდი კომენტარებს. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, შემიძლია შემაქო, შეუძლია არ არის პრობლემა. ხო, არა, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი მაყურებელი ძალიან გემოვნებიანია უკვე და მიეჩვია დახვეწილ ლაივებს და მეტწილად დაბლოკვაც ამჭირდება ხოლმე კომენტარებში. იშვიათი ადამიანი რაღაც თავხედრვა თუ გამოხდება, თორე გინებით უკვე აღარავინ აღარ წერს, იციან რომ ეგრევე დაუბლოკავ. და ამიტომ სიფრთხილით წერე ხოლმე კომენტარებს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა ძალიან დიდი გიორგი.